ხუთი და ჯავშანჟილეთი აქ უსაფრთხოების ერთადერთი გარანტიაა. წარწერა ტელევიზია მხოლოდ ჟურნალისტური ეთიკისა და ფსიქოლოგიური ზემოქმედებისთვის. ერაყი, ქალაქი ალკუტი. ჩვენ ახლა გადავფრინდებით სოფელში, რომლის ტერორისტებისგან გაწმენდასაც ამერიკელები ომის დაწყებიდან დღემდე ცდილობდნენ. ქართველებმა ეს ოპერაცია ერთ კვირაში დაგეგმეს და ერთ დღეში განახორციელეს. დანიშნულების ადგილი სამხედრო ბაზა ქლეარი. ამ ბაზაზე მე-13 შავნაბადას ბატალიონია განლაგებული. რეგიონს ბაზის გარშემო მთლიანად ქართველები აკონტროლებენ. ზენა, თქვენ მაქანებს თბილისიდან? ამ რეგიონის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სოფელი ალი-შაჰინი ბაზიდან თითქმის 9 საათის სავალზეა. აქ გადის გზა, რომლითაც ბოლო 4 წელიწადია ტერორისტები ბაღდადში შედიან. ამერიკელებმა რამდენჯერმე სცადეს სოფელზე კონტროლის დამყარება, მაგრამ ვერ მოახერხეს. ეს არის მთავარი მაგისტრალი, რომელიც აკავშირებს ალკუტს და ბაღდადს ერთმანეთთან. თებერვალში შავნაბადას ბატალიონმა სოფლის გაწმენდის ბრძანება მიიღო. ოპერაცია კოდური სახელწოდებით სოხუმი ერთ კვირაში დაიგეგმა. ოპერაციის დღეს ქართული ბაზიდან 66 აი ასეთი ჰამერისგან შემდგარი ესკორტი გამოვიდა. თვითონში 5 ბოლომდე შეიარაღებული ქართველი ჯარისკაცი იჯდა. ერაყელების ასეული და ამერიკელების ორივე ფრენი უკვე ჰაერში იყო. სოფლებამდე უსაფრთხოდ მისვლაში ქართველებს ამერიკელები ეხმარებოდნენ. 11 ნაღმი უსაფრთხოდ გაინაღმა. 3 აფეთქდა და 5 ამერიკელი და 5 ერაყელი სამხედრო დაიჭრა. რამდენიმე ნაღმი ტერორისტებმა გზის ჩასაკეთდა დააფეთქა. უპირველესი საფრთხე არის აიტი, ბონოის. მისგან გამოწვეული შედეგი. აი ეს ორმო. ახლა ეს ორმო არის, უფრო დიდი იყო, მაგრამ ახლა უფრო გადასწორდა. ეს გამოწვეულია იმისგან, რომ ჩვენი ოპერაცია რო ჩაეშალათ, დაგვიდეს აიდი, მაგრამ რომ ოპერაცია არ შეშლილიყო, გავჭერით აი ეს გზა. რომ უცბად გაგვევლო კონვოის. ანუ ეს თვითონ ტერორისტებმა ეს საგანგებოდ რომ გზა გადაეკეტა. ოპერაციის წინადღეს ვერტფრენებიდან სოფლების თავზე საინფორმაციო ბუკლეტები გადმოყარეს. ამ ბუკლეტებით სამხედროებამ მშვიდობიანი მოსახლეობა გააფრთხილეს, რომ მხოლოდ ტერორისტების დასაკავებლად მოდიოდნენ. აი, ჩვენს პირდაპირ არის სოფელი. ჩვენ პირობიდან ამ სოფელს დავარქვით სოხუმი. რომელიც არის ერთ-ერთი ძირითადი დასახლებული პუნქტი ამ რეგიონში. ოპერაციის რაიონში შემოვედით ორი მხრიდან. ერთი მიმართულება არის აგერ ჩვენს მარჯვნივ განლაგებული გზა ძირითადი და მეორე გზა არის, რომელი გზიდანაც ჩვენ ჩამოვედით ახლა. წინააღმდეგობა ძირითადად შეხვდა სოფლის შემოსასვლელები. ალი-შაჰინში 200 სახლია. ქართველების 3 და ერაყელების 1 ასეულის ჯარისკაცები პრაქტიკულად ყველა სახლში ერთდროულად შეიჭრნენ. შემოვედით აქეთ ამ მხრიდან, იწმინდებოდა სახლები, გაიწმინდა ეს სახლი. გარანტიები გამოხდა იარაღი. გამოყავდათ ტყვეები, ტყვეებში თუ იყო სროლა, პანიკა თუ იყო მოსახლეობაში. ნუ გასროლებიც ხდებოდა. ჯარისკაცებმა ქალები და ბავშვები სოფლის მოედანზე შეკრიბეს. ეს ფოტოები სწორედ ამ მოედანზეა გადაღებული. რამდენიმე წამში ქალებმა პანიკა ატეხეს. მდგომარეობა ყველაზე მეტად მაშინ დაიძაბა. ოპერაციის დასრულების შემდეგ მთლიანად აი ამ ადგილმდებარეობაზე იყო შეკრებილი მოსახლეობა, რომელიც გამოიყვანეთ სახლები. რა თქმა უნდა, ქალები ცალკე და კაცები ცალკე. დანარჩენი ჯარისკაცი, რომელიც უსაფრთხოებაზე იდგა, თავად მოგიწევს. თუ იყო დაძაბული სიტუაცია. დაძაბული ის იყო, რომ ცოტა პანიკა იყო ბავშვები და ქალები აპანიკდნენ, მაგრამ ჩვენ შესაბამისად გქონდა ესწავლება გავლილი, დავაწყნარეთ ბავშვებით, ქალებით, წყალი მივეცით ბავშვებს კამფეტები რაღაც და დავაწყნარეთ. მთელი ოპერაციის განმავლობაში ორი ვერტფრენი სოფლების თავზე დაფრინავდა. ამერიკელებმა ერთ-ერთ საეჭვო სახლს ჭურვებიც ესროლეს. ეს ზუსტად ოპერაციის დროს ამერიკული ვერტფრენიდან გადაღებული კადრებია. ალი-შაჰინის გარდა ქართველებმა კიდევ 2 სოფელი გაწმინდეს. სულ 50 ტერორისტი დააკავეს და ადგილობრივ ხელისუფლებას გადასცეს. ტერორისტებს გადაუკეტეს ბაღდადში მიმავალი გზა. ეს პირველ რიგში არის დიდი სამხედრო გამოცდილება, რომელიც გამოგვადგება ჩვენს ქვეყანაში და აგრეთვე არის ინტეგრაციისათვის ერთ-ერთი ყველაზე კარგი საშუალება, რომ ქართულმა ჯარებმა დაიმკვიდროს ადგილი კოალიციური ძალების შემადგენლობაში. ამერიკულმა სარდლობამ შავნაბადას ბატალიონის ოპერაციას უმაღლესი შეფასება მისცა. ამერიკის დივიზიის მეთაურმა 5 ქართველი ჯარისკაცი დააჯილდოვა.